მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის ფაზაშია. დავით დარჩია. ეხლა შეხედე, ეს უნდა წავიკითხოთ ლია ამას რატაცე. მოდის გიხდით, ჩვენი დავით დარჩია. ჩვენია და ჩვენი და როგორც ადრე ვთქვით, ვერავის ვერ დაუცმოთ. მალე მიილევა მიმდინარე საბიუჯეტო წელიც. აღნიშნულ პერიოდში გარე და შიგა ძალების კარგად კოორდინირებული, დესტრუქციული და არაადეკვატური საქმიანობის შედეგად ქვეყანა ურთულესი ამოცანების გადაწყვეტის წინაშე არაერთგზის აღმოჩნდა. ვაა. მიუხედავად ამისა, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ძლიერი მხარდაჭერით შეძლო ქვეყნისთვის გამანადგურებელი პროცესების თავიდან აცილება. პირიქით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო გავძლიერდა. ამას მოწმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გასული წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის ფაქტობრივი შედეგებიც. მიმდინარე წლის ბოლოსათვის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, განაცხადა დავით დარჩია. ბიჭებო, ახლა კითხვა მაქვს რა, რომელს გჯერათ, რომ ეს ტექსტი თვით დავით დარჩიამ შექმნა და ასე წარსდგა საზოგადოების წინაშე. ბიჭო, ეგ რთული კითხვაა, მაგრამ სანამ აქ შენ გაგცემ პასუხს, ჯერ ამ манипуляციის ამბავი მინდა აქ манипуляციის ამბავზეც ვისაუბრო. ეს 100 მილიონს იმიტომ გადააჭარბა, რომ დიდი ალბათობით სტიქიის შედეგად რა თანხებით შემოვიდა ცენტრალურ ბიუჯეტიდან, იმას ესენი ითვლიან. ხო და ნუ მოკეთ სტიქია მოხდა ქვეყანაში და ეს თუ ის არის უბრალოდ მუნიციპალიტეტში და რაღაცა ეროვნული ვალუტის კურსის ხო და ეგ ნაწილი არის, მაგიტო გახდა ამდენი. აქედან ახლა არ ვიცი გახურქნული რამდენია ბატონო ვლადიმერ, შეიძლება თქვენ უფრო იცოდეთ, მაგრამ ყველაზე მაგარი წინადადება ის არის ეს რა, შიდა და გარე ძალების, გარე და შიგა ძალების კარგად კოორდინირებული დესტრუქციული და არაადეკვატური საქმიანობის შედეგად. ანუ ეგ რა მაინდა იცი? აი ეს წინადადება ეხება მხოლოდ მუნიციპალიტეტით შიდა და გარე მყოფ დესტრუქციულ ძალას თუ ზოგადად ქვეყანაში პირველ რიგში ეს არის ტექსტი 20-იანი 30-იანი წლების. შემდეგ 40-იანი, 50-იანი, 60-იანი, 60-იანებში მაინც დახვეწენ. ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება. კი ბატონო. არ ვიცი რა. ალბათ აქ იქნებოდა ბოლოს ტაში ამხანაგებ. დარბაზში გამოცოცხლება. უფრო ისე რომ ვთქვათ რა, ავტორის ბოლშევიკური სულისკვეთება სხვისი სიტყვებით. არა. გადმოცემული. ჩაი რამდენი მოიკრიფა, მოცვი რამდენი მოიკრიფა, ციტრუსი რამდენი მოიკრიფა, რითი განვითარდა, რა ხარჯზე განვითარდა, რა ქნა. ანუ რაიმე ჩვენ რაიმე მიღწევა რა გვაქვს ან სოფლის მეურნეობაში, ან სხვა მიმართულებით. მაგას არ ამბობენ, მან ხო ეხა არა ეკონომიკურათო გაძოგარ დამტეხი წელიო და ოზურგეთისო მაგალითზე თუ იმშელერთო დავასკვნითო რომეო ქვეყნის მტრებსო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს რომ თავის გამზიზენ ფოფებსო და კუდით ყვა ვასწავლინე და დღვინი ვადინეთო. ხო და მანდ გასათვალისწინებელი არის ამბავი რომ ვის ელაპარაკება საკრებულოს რომელშიც ერთი ოპოზიციონერია. ხო და იმათეუბნება რომ ჩვენთვის გარე არც კითხულობს მე მგონი. ხო და გარე ძალებმაო ვერაფერი დაგვაკლესო ჩვენ ისევ ეკონომიკურად ძლიერი ვართო და ჩვენ ისევ აქ ვართო ბევრნიო რა. როგორ არის დასაქმულების რაოდენობა რამდენი პროცენტით გაიზარდა შსუმ შიდა ანუ ხო გადასახადები რა შეგვიძლია რაოდენობა ანუ აქ რამდენი გადასახადი აიკრიფა ამას არ სამუშაო ადგილები შექმნა რამე ოზურგეთში გასულ წელს რაიმე წარმოება გაიხსნა საწარმო გაიხსნა სამუშაო ადგილები გაიხსნა კი ბატონო მან დაითრია სხვადასხვა ლილოვაშვილის დახმარებით ბენტონიტური თიხის ქარხანა მან ვასილ ჩიკოგიძემ და კიდევ იმ შარაშიძე ეს ვასილ ჩოხატაურის ჩიკოგიძე ალბათ ხო ვასილ ჩიკოგიძემ პარლამენტარმა დათო დარჩიამ და სრული ამ სიტყვის ლილოვაშვილმა მისა ლიცენზია და თისპირში ბენტონიტური თიხის ქარხანა ლილოვაშვილს მოასწრეთ უდაღუპო ეხა ხო და სხვათა შორის ის ტრაქტორები შარშან დიდთოვლობისას რომელიც უნდა მოხმარებული და ჩართული იყო ოზურგეთის დიდი კამაცო რომელიც გადამწყვეტი იქნებოდა გზის გაზმენდით საქმიანობაში გადაბრუნდა ამ დათო დარჩიას მაღაროში თისპირში ხო და ეხლაც დგას შეკეთებას ელოდება ეხლაც დასუფთავების სამსახურის რაღაცა გარაჟის გვერდზე თუ სადღაც უგდია. ნახევარი მილიონი ლარის ღირებულობის და როცა საუბრობ ადამიანი ოზურგეთში ეკონომიკა გაძლიერდაო
რა სერ ვინ იგულისხმება რა იგულისხმება არაფერი რეალურად ყველა გარემტრები და მარცხაში რეალურად ბიუჯეტი რო გეგმავენ რაღაცა რო იგეგმება მე მოდის ეს ცენტრალური ბიუჯეტიდან რაღაც თანხები ამ შემთხვევაში შემოსულია სტიქიის თანხებია და მაგას ათვლიან და ხალხს აბოლებენ რომ ესო არისო ეკონომიკური წარმატება ხალხს ვერ აბოლებენ ხო იდიოტებად თვლიან აუ ეგ მართალია ეგ არის ხო ანუ არაფრად აგდებენ არაფრად სრულად უპასუხისმგებლო კატასტროფა